გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. 3 წლის წინ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ბატონი ველოდი მირცხულავა. აი ეს კაცი. ველოდი მირცხულავას ვრცელი ბიოგრაფია ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციებში. მოგვიანებით მექანიზირებული კოლონის აფხაზ ნაპირ გამაგრების უფროსიც იყო. 1990 წლის არჩევნების შედეგად ბატონი ველოდი პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრიც გახდა. ხოლო 1991 წელს იყო ერთ-ერთი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა. ველოდი მირცხულავა ჩვენს გადაცემაში ყველაზე ხშირად გამოჩენილი პოლიტიკოსია, რადგან ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით მარტივად გულიანად და ზუსტად თქვა ხალხის სათქმელი. შევარდნაძეს მოუტყან დედის ტრაკით, და გათავდება ხოლმე. დედის ტრაკი. იმას მოუტყან დედის ტრაკი. იმის ჩამომთრევს. ალბათ მიხვდებოდით, რომ დღევანდელი გადაცემა შეეხება ეგრეთ წოდებულ სიძულვილის ენის ამკრძალავ კანონპროექტს, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკოსების ლანძღვა გინებას გვიკრძალავს. ხო და რისი თქმა მინდა? იმისთვის რომ ველოდი მირცხულავას რამე აუკრძალო, როგორც მინიმუმ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე უნდა გქონდეს ხელი მოწერილი. როგორც მინიმუმ. ამიტომაც ვინც ეს კანონპროექტი შეადგინა, ვინც გაიტანა და ვინც დააკანონა, ამ ხალხის მიმართ მე და ბატონ ველოდის მხოლოდ ერთი რამ გვაქვს სათქმელი. დედის ტრაკი. რა თქმა უნდა, აბსურდია იმისი წარმოდგენა, რომ გინებაზე ყველა დაჯარიმდეს, ან ადმინისტრაციული პატიმრობა მიენიჭოს. ეგ რო იყოს კახეთის მარტო ერთი სოფელი გაჭედავს სისტემას. პრინციპში არც მეგრელები არ უდებთ თვალს. სინამდვილეში, ინფორმაციულ ავტოკრატიაში მნიშვნელოვანია რა გონია რომ ხდება და არა ის სინამდვილეში რა ხდება. ამიტომაც ასეთი კანონპროექტები სამაგალითო თეატრალიზირებული დასჯის პრინციპით უფრო მუშაობს და ამ თეატრის აუდიტორიაში ვართ ჩვენ. თუმცა არსებობს მეორე, ერთკაციანი აუდიტორია, რომელიც თავისი შუშის სასახლიდან იჭყიტება, ხანდახან და ელოდება, როდის დაიწყებს ხალხი მის სიყვარულს. ათობით მილიონი იხარჯება ყოველთვიურად პროპაგანდაში იმაზე, რომ ერს უყვარდეს ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ მთელი ეს ხარჯი საბოლოოდ ისეთ აბსურდამდე მიდის, როგორიც ვიხილეთ TV იმედის ქარდზე 26 მაისს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემქმნელთა სამეული იყო ნაჩვენები. ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და ბიძინა. თუ შეხედავდით რეაქციებს ამ ქარდზე, ცხადი იყო, რომ ასეთმა უტიფარმა კოლაჟმა ქართული ოცნების მომხრეებშიც გამოიწვია დაბნეულობა. მაგრამ ერთ რამეს უნდა მიხვდეთ. ეს ქარდი, მეგობრებო, ჩვენთვის არ იყო დადებული. ეს იმ ერთკაციანი აუდიტორიისთვის გააკეთეს. შესაბამისად, ეს ქროლვა სკრინვის სამინისტროც სიყვარულის ან როგორც მინიმუმ მიმღებლობის ილუზიის შექმნას ემსახურება. მაგრამ გულის გულში ყველამ ხომ იცის რა განწყობებია საზოგადოებაში. რატო დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში? ამ გაჭირებულ ხალხს რო დაეხმაროს. ერთ ამბავს მოგიყვებით. ადრეულ 2020-იანებში, როცა რუსეთში აქა-იქ პროტესტი ჯერაც არსებობდა, ასეთი ამბავი გავრცელდა. თვით მხილველთა გადმოცემით, წითელ მოედანზე გავიდა ადამიანი ხელში ფურცლით. ამ ფურცელზე ეწერა ხუილო. რა თქმა უნდა, პოლიციამ მაშინვე დააკავა. წაიყვანეს განყოფილებაში და დაიწყეს ოქმის შედგენა პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის. ამაზე დაკავებულმა ადამიანმა იკითხა, მაგრამ მე ხომ ფურცელზე პრეზიდენტის გვარი არ მეწერაო. რაზეც პოლიციელებმა უპასუხეს. გეგონება ჩვენ არ ვიცით, ვინა ამ ქვეყანაში ხუილო. ეს ამბავი მოარული ლეგენდის სტატუსს ატარებს, თუმცა სიმართლე ისაა, რომ სახალხო აზროვნებაში ნიშნულობები იმაზე მალე ჩნდება, ვიდრე ლექსიკონებში. აი თუ არ გჯერათ, ამ ვიდეოს შეხედეთ. მე თუ არ მომწევს თქვენ როგორც მომმართავთ და აგრძელებთ, ეს ძალადობა ხოა. ქოცი ძველი ქართულად ნიშნავს ღორს. საქმე ისაა, რომ ქოცი სინამდვილეში ძველ ქართულად ნიშნავს არაფერს. საერთოდ არაფერს. ყველა ლექსიკონში გადავამოწმეთ. მაგითაა სიტყვა ქოცი უნიკალური ფენომენი. ქართული ოცნების შემოკლებული ვერსია, მაგრამ ისე იქცა სალანძღავს სიტყვად, რომ თავისთავად არაფერს ნიშნავს. არა, ნაცებს არ უტყდებათ, რომ საკუთარ თავს ნაცები უწოდონ. და აი ქოცებს უტყდებათ. ანუ მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში ქოცი, რომელსაც ესე ღიად უთქვამს, რომ აი ქოცი ვარო. ანუ ქოცი ვარო, არავინ არ ამბობს რა. რა თქმა უნდა, აჩი ფურცელაძის გარდა მეგობრებო.
არანაცებს არც სხვა სოცებს მე მხარს ვუჭერ მხოლოდ ქოცებს ძალიან მიყვარს ეს ვიდეო. მოკლედ, სიტყვა ქოცის ეტიმოლოგიურმა წიაღსულებმა მიგვიყვანა დღევანდელი გადაცემის იდეასთან. რაღაც მხრი ქოცები მართლები არიან. რა საჭიროა ერთი და იგივე შეურაცხყოფებით პირის ამყლალება? ქართული ენა არის უმდიდრესი ენა და ხომ შეიძლება რომ ვიყოთ უფრო კრეატიულები. ამიტომაც დღეს ჩვენ შეგირჩიეთ ტოპ 5 იშვიათი ქართული სიტყვა, რომელიც აწი შეგვიძლია ქოც ჩინოვნიკებს ვუწოდოთ. მე-5 ადგილი ჟორჟუ. შეიძლება უკვე ხვდებით რა კატეგორიის სიტყვაცაა. რაღაცნაირ უსიამოვნო ჟრუანტელს, მოდი დავარქვათ ჟურჟუანტელს გვრის. კირიონ მეორის მიერ შედგენილ ლექსიკონში სიტყვა ჟრჟუ არის დაბუჟებული ასო. ოღონდ აქვე აღნიშნავ, რომ სიტყვა ასო სხეულის ნებისმიერ ნაწილს შეიძლება გულისხმობდეს და არა მაინც და მაინც იმ ასოს. თუმცა შეიძლება იმასაც. ამ კატეგორიაში ბუნებრივია ბევრი კანდიდატი ყავდა. თუნდაც ეგრეთ წოდებული მდუმარე დეპუტატების რიგებიდან, მაგალითად ვასილ ჩიგოგიძე ან ლევან კობიაშვილი. წლებიას ხედან პარლამენტში ბიუჯეტ ჭამენ და მათი ხმა ჯერ არავის გაუგებია. მაგრამ არა მეგობრებო. ნამდვილი ეტალონური ჟურჟუ არის სრულიად სხვა კაცი. ამ კატეგორიაში ჩვენი გამარჯვებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასიკო მაღლაფერიძე. მივესალმოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რატომ ვასიკო მაღლაფერიძე? საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული ოცნების ხელში არის სუნთქვის აპარატზე მიერთებული ტელევიზია, რომლის რეიტინგშიც რამდენი სტიმულანტი გინდა ჩაასხი, მაინც უვარდება. ჩაასხამენ 80 მილიონს, წამოიწევა ოდნავ. მერე ისე უვარდება. დაიწყება საფეხბურთო ჩემპიონატები, ოდნავ წამოიწევა. ჩემპიონატის მერე ისე უვარდება. სამწუხაროდ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ლიცენზია არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ დავარდნილი უნდა გქონდეთ. რეიტინგებს გულისხმობს, სხვა რამე არ იფიქროთ. მოკლედ, მთელი ეს უზარმაზარი ორგანიზაცია არის ერთი პასიური, ბიუჯეტზე მიკერებული ჟრჟუ. და საერთოდაც, მეგობრებო, 80 მილიონი ჩვენი ჯიბიდან რა ისეთი ფული ახლა, რომ ამ კაცს გამუდმებით ტვინი ვუბურღოთ რეიტინგით. დაბარაკი მაგალითად თუ რეიტინგი არ გაქვს, რეიტინგი არ გაქვს, აბარასაკეთებ. თავად ვასიკო არ არის ყველაზე ხმამაღალი და ეკრანიდან მოჭიჭყინე პროპაგანდისტი. მაგრამ ის სისტემის ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ვასილი მიშას დროს პარლამენტის წევრი იყო. ნაციონალურ მოძრაობის სიით, რა თქმა უნდა. მერე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გახდა. მერე ხელისუფლება შეიცვალა. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ზოგი ქვეყნის გარეთაა, ზოგი ციხეში. ვასილი კი ისევ საშოვარზეა. თავარია სადღაც რაღაცა იშოვდა. ჯერ ივანიშვილების TV9-ში გადაბარგდა, მერე GDS-ში, მერე 2017 წლებში საზმაოს დირექტორობას მოაჯდა. სიხმით და 6 წლით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. 2017 წლებში მისი წლიური ოფიციალური ანაზღაურება 160,000 ლარამდე იყო. ეს მხოლოდ ოფიციალურად. რა თქმა უნდა, ამის ფონზე უკვე ხრებში იმართები ეგრე მარტივად არ არის. მე თქვა მივდივარ აქედან. არც ტელევიზია მაინტერესებს და არც პოლიტიკა. და რა ქნა? 2021 წლის იანვარში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ჯერ მოქალაქეთა კავშირში იყო, მერე ნაცებში, მერე ქოცებში. ოჩაღ ვასიკო. ბრავო გითხარე. მადლობელი ვარ. შემოსებისთვის. მოკლედ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მისი ხელმძღვანელობით შემოიღეს ეგრეთ წოდებული შავი სიები და გააქრეს კრიტიკული ჟურნალისტები. გათავისუფლებული, ეს ამათ უნდა ზათუნა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ფაქტურად ყველა ადამიანი ხდება, რომ პოლიტიკური ნიშნით არის. როცა თანამშრომლებმა ხმა ამოიღეს, ვასიკო გამოვიდა და ოფიციალურ განცხადებაში ამ ხალხს ნაგავი და შლეგი უწოდა. ასეთი საქციელის მერე, ამდენ სკამზე გადაჯდომის მერე, ამდენი იდეოლოგიის გამოცვლის მერე, ვასილს მაინც ასეთი დასკვნა გამოაქვს. ევროპელებს და მათ შორის ლიდერებს ზნეობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. შარშან, როცა ამერიკელმა კონგრესმენებმა სხვა ქოცებთან ერთად ვასილის დასანქცირებაც მოითხოვეს, ჩვენმა ჟრჟუმ, ანუ დაბუჟებულმა ვასომ, Facebook-ზე პათეტიკური ღია წერილი გამოაცხო. ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლე. ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნაო. გავიდათ რო და სულ რაღაც ერთი კვირის წინ ეს ჩვენი შეუვალი ვასილი მივიდა პარლამენტში. კულტურის კომიტეტის ხდომაზე და დაიწყო სანქციებზე წუწუ. სანქციებით ემუქრებიან, ეს არ მოქმედებს თანამშრომლებსაც თქო, ტყუილია, იმიტომ რომ გეუბნებიან, რომ იცი რა, იცი თუ ესე იქნება,
თუ ესე იქნება, აი პირდაპირ აი მაშინ შესაძლოა ვეღარ წახვალ, შენ ამას ვეღარ გააკეთებ და ხო ყველას ვერ მოთხოვ რომ იყოს რა ქვია ცოტა დადიანი და აი ხო ხედავთ, როგორც კი მიხვდა რომ დასავლეთში აღარ შეუშვებენ და ანგარიშებს გაუყინავენ, მაშინვე დაკარგა პათოსი და აღიარა რომ უბრალო ბიუჯეტზე მიმჯდარი შიშარა ჩინოვნიკია. ამის ფონზე კი მაინც არ ერიდება აი ასეთი კითხვის დასმა. როგორც შეიძლება არ უყვარდე, მე ხო ესეთი კარგი და საყვარელი ადამიანი ვარ. მეოთხე ადგილი. გადავიდეთ შემდეგ კანდიდატებზე. ამ ადგილზე გვაქვს სიტყვა შიბლახა. ახლა წარმოიდგინეთ ამ სიტყვის გაგონებაზე სკროლვა სკრინვის სამინისტროში ეგრევე ყურსასმენებ მოიდგეს. მოიცა რა თქვა, რა ხარო? ხომ გაგაფრთხილეთ ეთერში გინებაზე ჯარიმაო? არა მეგობრებო. შიბლახა სრულიად უწყინარი. სალიტერატურო სიტყვაა და იოსებ გრიშაშვილის ლექსიკონის მიხედვით მოჩერჩეტო და ცანცარა ადამიანზე იტყვიან ხოლმე. უბრალოდ ისე ჟღერს რომ შიგნით ყველაფერი იგულისხმება. ხო და მეოთხე ადგილისთვის ჩვენ გვყავს ნაღდი შიბლახები. ფაქო და თემო მჟავი. ეს ბიჭები წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ტრადიციული შიბლახები იყვნენ. დარბოდნენ რუსთავიორის სცენაზე, ხუმრობდნენ. მერე როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა 2012 წელს ეგრევე გადაბარგდნენ ბერა ივანიშვილის GDS. მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პიკი იყო გადაცემა ბინა 18, სადაც ქალის უკანალზე ისე უკრავდნენ როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტზე. და მერე გვიმტკიცებდნენ, პოლიტიკა რა შუაში ეს ხელოვნებაა. მაგრამ მერე მიხვდნენ რომ მარტო ცანცარით ბევრს ვერ იშოვენ. ამიტომ პირდაპირ ბიუჯეტის ფულს მოასხდნენ და გახდნენ რიგითი პროპაგანდისტები, რომლებსაც მაშინ იწვევენ ხოლმე წინა ხელისუფლების მანკიერებებზე სალაპარაკოდ, როცა ქოცები რამე ისეც დააშავებენ, რის გამოც ნაცებს სისხლიანებად მოიხსენიებენ. ყველას გვახსოვს რომ იმ პერიოდში რაც ხდებოდა, ხო? სტატუსის დაწერა, Facebook-ზე სტატუსის დაწერა იყო, აი ნუ წერთ ესეც სტატუსებს ყოფილა ესეთ შემთხვევა, ხო თითქოს წარმოუდგენელია და დაუჯერებელია, მაგრამ მეგობრებო, შეგახსენებთ რომ Facebook სტატუსის გამო ქოცებმა მოქალაქე ბექა ლოხიშვილი 15 დღით ციხეში გაუშვეს, ხოლო განმეორებით თუ დაწერს მსგავს სტატუსს, უკვე სისხლით დაჭერა ემუქრება. აბა კიდევ რას ამბობს ეს ორი? ჩვენს გარშემო, ანუ არ არსებობდა ოჯახი, სადაც არ იყო პატიმარი, არ ქონდა პირობითი და ხო სადღაც ალბათ სინდისმაც შეგვაწუხა ბოლოს, რომ ჩვენ კი არ გვეხებიან, მაგრამ ჩვენ არა. ხო, ჩვენ მეგობრებით ციხეში შედან. მეგობრებო, შეხსენებაც არ გჭირდებათ, რამდენი პოლიტპატიმარი ყავს დღეს ციხეში. მათ შორის 19 წლის საბაჯიქია, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, 21 წლის გიორგი გიორგაძე, მათე დევიძე, რომელიც 21 წლის ციხეში გახდა. აი ეს ბავშვი. აბა კიდე რით დაგვამშვიდებთ. აი ძალიან ცუდი იმიჯი ქონდათ და სამართალდამცავ ორგანოებს. მაშინ იყო რომ ანუ თეთრი შკოდის დანახვა, ხო, არავის არ გვინდოდა გვეშინოდა, სუსადმე თეთრი შკოდა გამოჩნდებოდა, ხო. ეგრე. მეგობრებო, უბრალოდ შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ გორში მომხდარ ამბავს. ის დრო რას ხვალბა არ თქვენთვის? ეს პირველ რიგში თავისუფლების განცდა ალბათ. და იცით რატომ კადრულობენ ესენი ამ ყველაფერს? ფაქომ და თემომ კიბერსპორტის ფედერაცია დააარსეს და თბილისის მერიიდან, კახა კალაძის უწყებიდან 100,000-ობით ლარიც გაწიეს. აქედან რაღაც ნაწილი ზუსტად COVID პანდემიის უმძიმეს პერიოდში ჩაერიცხა. წარმოგიდგენიათ, რეგიონებში უამრავ სკოლას ფიზკულტურის დარბაზი არ აქვს და კალაძე ფაქოს და თემოს ბიუჯეტის ფულს ურიცხავს კიბერსპორტის განვითარებისთვის. PlayStation-ზე ფეხბურთი და ტეკენი უნდა ითამაშონ ბიჭებმა და ხელი არ შეეშალოთ. მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა ბიჭებო. უბრალოდ გილოცავ, თქვენ დაიმსახურეთ შიბლახების წოდება და ერთი საერთო დედის ტრაკი ჩვენგან. მიულოცეთ ახლა ერთმანეთს. თქვენ ეს ერთად შეძელით. მადლობა მინდა გადაგიხადო ეგეთი ნაბიჯისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად უბრალოდ მე გადავდი ჩვენთან ერთად და მესამე ადგილი. ლოფლოფი. აი თქვენი აზრით რას შეიძლება ნიშნავდეს ლოფლოფი? დააკვირდით სიტყვას, რას გავს? ვერასოდეს გამოიცნობთ. კირიონის ლექსიკონში ლოფლოფი განმარტებულია როგორც უნაჭუჭო კვერცხი, რომელსაც ზოგჯერ დასდებს ხოლმე ქათამი.
ქართულ ოცნებაში ბევრი ლოფლოფია. არა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი კვერცხებიც არიან, მაგრამ ლოფლოფების კონცენტრაციაც შეიმჩნევა. მაგრამ მეგობრებო, ნომინაციაში ლოფლოფი სრულიად უალტერნატივოდ იმარჯვებს კაცი, რომელიც ფორმითაც, შინაარსითაც და პოლიტიკური წონითაც ყველაზე რბილი, უხერხემლო და უფორმო მოვლენაა დღევანდელ რეალობაში. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. მოგესალმებით ლევან. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რატომ მაინც და მაინც იოსელიანი? მოდი ვიყოთ გულწრფელები. თუ 96 ქოცი დეპუტატი ერთხმად ნულის წინააღმდეგ გაძლევს ხმას, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ბიძინას დაკვეთახა. სამოქალაქო სექტორმა 19 უფლება დამცველი შესთავაზა პარლამენტს და ქოცებმა ყველა დაიწუნეს. სამაგიეროდ დაისვეს კაცი, რომელიც იმდენად ლოფლოფია, რომ რა ფორმის სკამზეც არ უნდა დასვა, ზუსტად იმ სკამის ფორმას იღებს. იოსელიანს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთი დღეც არ უმუშავია. კაცი მთელი ცხოვრება ბანკების კორპორატიული იურისტი და მედიატორი იყო. ტიპს გონია, რომ სპეცრაზმელის მიერ სტუდენტის წემა უბრალოდ მხარეებს შორის გაუგებრობა. ქოცებს რომ ხვდება პირდაპირ ეუბნება, კოოპერაციული ტონის შენარჩუნება მინდაო. როცა ომბუდსმენი მთავრობასთან კოოპერაციულ ტონს ინარჩუნებს, ეს დაახლოებით იგივეა სახანძრომ ცეცხლთან მეგობრული დიალოგის დაწყება რომ სცადოს. ან ვეგანმა მწვადთან გააფორმოს ურთიერთგაგების მემორანდუმი. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ეხმაურება ის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების თემას. აი მოусმინეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც რჩება გადატვირთულობა. დღეს საქართველოს ყავს იმაზე მეტი პატიმარი, ვიდრე სასურველია ყავდეს. ერთი შეხედვით ამისგან კიდევ ნორმალური განცხადებაა, ხო? მაგრამ საინტერესოა ამ სიტყვების მეორე ნაწილი, როცა ის ვერ ვიხსენებ მაგის სახელს. მამრი მაგდაანიკაშვილი ეკითხება, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემაო? აი ნახეთ რას პასუხობს. რა არის გამოსავალი ასეთ დროს? გამოსავალი არის ახალი ციხეების მშენებლობა. ანუ ტიპმა ის კი არ თქვა გადატვირთულობა იმიტომაა, რომ ნახევარი საქართველოს ციხეშიაო. ციხეები არ ყოფნის უბრალოდ. ეს არის ის აუცილებელი, რომელიც აი დღეს ამ წუთში საქართველოს ჭირდება სუმცირე 4-5 ახალი აი ლაითურის ტიპის დაწესებულება, რომელიც გამტვირთავდა სიტუაციას. გედის ტრაკი. ქუჩაში რობოკოპები ხალხს დასდევენ, ძულებს უმტვრევენ და ეს ჩვენი ლოფლოფი გამოდის და ამბობს, სისტემურ წამებას ვერ ხედავ. აბა რას დაინახავს? ლოფლოფს თვალები არ აქვს მეგობრებო. მარტო რბილი გული აქვს და ის რბილი გულიც მხოლოდ ქართული ოცნების მომხრეებისთვის უჩუყდება. მაგალითად, როინ მეტრეველისთვის. შეიძლება გახსოვთ კიდეც, როცა ეგ სიუჟეტი გავაკეთე, რა დაპოსტა ლევან იოსელიანმა Facebook-ზე. 93 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ამის ფონზე კი ნაცემი, ნაგვემი და გაუბედურებული დემონსტრანტების საქმეებზე, აი ნახეთ რა კომენტარს აკეთებს. მე ამას მოვიმარჯვებ მანამდე, თქვენის ნებართვით. ადამიანს რომლის უფლება ირღვევა აქ და ახლა ის თქვენ ლაპარაკობთ პროცედურაზე, რომელიც შემდეგ ვიღაცამ უნდა მოიცალოს, მოიტანოს საქმე, თქვენ გაეცნოთ, მე თქვენ დასკვნა დადოთ, ჩავლილი იმატარებელია იმ ადამიანის უფლების დარღვევა უკვე. და ანუ რა მე რას ვთხოვთ? არა, არაფერი ლევან, უბრალოდ გედის ტრაკი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კი ომბუდსმენის აპარატმა გაჩუმება და ლოფლოფობა დაიწყო, ხელისუფლებამ მათი ბიუჯეტი 40%-ით გაზარდა. თავად იოსელიანს და მის მოადგილეს კი ხელფასი გაუორმაგა. ოღონდ ზუსტად არ ვიცი რამდენი აქვს. წესით ვერცხლებში უნდა ერიცხებოდეთ. 15 ვერცხლზე ვჩალიჩო. რაღაცა იაგოს უსმენ, ხვიჩიას ხანდახარ და მგონი ერთ 10 ვერცხლზე ეგეთ ჩალიჩო. უფრო ბევრი ვართ. იუდები. ხო. აი ზუსტად ამას გულისხმობ. ახლა სერიოზულად რომ ვთქვათ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, მაგრამ ამისთვის ერთი აუცილებელი პირობაა საჭირო. ხერხემალი უნდა გქონდეს. და როცა იოსელიანივით იქცევი, ამით არა მხოლოდ ახლა ადგილზე აფუჭებს საქმეს, არამედ სამომავლოდაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებ და ანადგურებ ამ უმნიშვნელოვანეს აპარატს. ბუნებრივია, რომ ლევან იოსელიანს ამ ასაკში ხერხემალი ვერ გაუჩნდება. ისიც მეეჭვება, რომ ნაჭუჭი შემოიკრას გარშემო ჩვენმა ლოფლოფმა. უფრო მეტიც დარწმუნებული ვარ, რომ როცა დრო მოვა ამ ჩვენს ლოფლოფს ბიძინა თავისი დილის გოგლი მოგლის ინგრედიენტად გამოიყენებს.
მეორე ადგილი. საკუარღილიანი. სანამ ჩვენს გამარჯვებულს დავასახელებთ, მოდი ჯერ ამ ფანტასტიკური სიტყვის ეტიმოლოგია ავხსნათ. კირიონის ლექსიკონში წერია, რომ საკუარღილიანებს ხევსურები უწოდებდნენ რუსებს. მაგრამ რატომ? დავაკვირდეთ ფუძეს, საკუარი. ძველ ქართულად არის ადგილი, საიდანაც გასაგებია. ხოლო ღილი არის ჩვეულებრივი ღილი. ეს ღილი ხან იხსნება, ხან იკეტება. წარმოიდგინეთ, მართლა როგორი გენიალური და მეტყველი ენა გვაქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეხსიერებაში ამოგვიტივტივდებიან პირდაპირ რუსები და მათი მსახურები. მრავალი საკუარღილიანი ყავს. მამუკა ფიფია, FSB-ს პასპორტიანი ოთარ ფარცხალაძე, ჯონდი ბაღათურია, ან სულაც ქართული ოცნების აი ესეთი მხარდამჭერები მეგობრები. რუსეთი ოკუპანტია, მე ამაში და არის ცუდი. დისტრაკი. მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები. ესენი მარგინალები არიან. ისინი პოლიტიკური კლანის გარეთ რჩებიან. სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში არც თუ ცოტა პრორუსია. ზოგი იდეოლოგიის გამო, ზოგი ფულის გამო, ზოგიც პირდაპირ KGB-მ დანიშნა. და ამიტომაც ამ ნომინაციაში უდიდესი კონკურენცია გვაქვს. მაგრამ არსებობს ერთი გამორჩეული პერსონაჟი, რომელმაც ღირსება პირდაპირ 37 მონეტად გაყიდა. ამისათვის ბილეთის ყიდვა და მოსკოვში გამგზავრება სულაც არ დასჭირვებია. დიახ, წლის საკუარღილიანის ტიტულს უპირობოდ იღებს ირაკლი ზარქუა. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს. სპეცსამსახურების სამყაროში არსებობს ცნობილი ტერმინი honey trap, ანუ თაფლის მახე. ეს არის კლასიკური KGB-შნიკური ხრიკი, როცა პოლიტიკოსებს სპეციალურად გაწვრთნილ ულამაზეს აგენტ ქალებს უგზავნიან, რათა მერე შანტაჟით სახელმწიფოს საიდუმლოებები გამოსცალონ. მაგრამ დამშვიდით, მეგობრებო. ზარქუა არაა ამ მასშტაბის ფიგურა. ვის არ გვიქნია სისულელეები გოგოების დასაკერად თინეიჯერობაში? ვის არ შეგურცხვენია თავი გაცვეთილი ლექსების კითხვით, ან გიტარაზე ცუდად დაკვირვება? 40 წელს გადაცილებული პოლიტიკოსია, კანონებს იღებს და ტელეფონში იქცევა ისე, როგორც 14 წლის ბიჭი, რომელმაც პირველად დაინახა ქალი და არ იცის, სად წაიღოს ხელები. მაგრამ იმ აუდიო სპექტაკლის კულმინაცია მაინც ქართული ენის ეტიმოლოგიური გაკვეთილია. ის ჩანაწერი ხომ გახსოვთ? რუსმა გოგომ რომ გაურცელა. ხომ გახსოვთ მან რაც ხდება? ტრისასიკ რაც ხდება. ნამდვილად. მოკლედ, მან იმ რუს გოგოს ეუბნება, самое главное слово მომენატრე. Там есть секс, огонь, любовь, страсть, что там в одном слове. და ერთი კვირა სახში არ მიშვებდა სიდედრე ამის გამო. და ბოლოს ირაკლი. უბრალოდ ადამიანური რჩევა, საკმარისი. ასე ღია და საჯაროდ ნუღარ დაროსკიპავ. ან ცოტა უკეთესად მაინც დამალე. თორემ ხომ იცი, ამდენი სკანდალით შეიძლება ერთ დღესაც ოჯახი დაგენგრეს და ცხოვრებაში ყველაზე მთავარი დაკარგო. ამ ოჯახზე გადაფორმებულ ქონებას გულისხმობ, რა თქმა უნდა. სხვა ოჯახური ღირებულებები შენთვის აღმოჩნდა, რომ ამავა, ვერაფერი. პირველი ადგილი. დოვლატყუში. მეგობრებო, სანამ პირველ ადგილზე გადავალთ, მოგიყვებით პატარა ისტორიას. 2022 ან 23 წელია და ჩავედი გორში, კულტურის ცენტრში, სადაც ეჭვი იყო, რომ ბიტკოინებს ამუშავებდნენ. თქვი რომ მონიტორინგის სამსახურიდან ვიყავი და უნდა შემემოწმებინა მაინინგის აპარატების გამართული მუშაობა. მაინინგი. არ გესმის, მოვდიო. ბიტკოინები, ბიზნეს ბიტკოინები. მანანა, ნაირა, კანაზე, ნუკრი მახარობლიძე, მერაბი მამულაშვილი მაინინგი. აი, მაინინგი. კი ბატონო, დავრეკოთრა. მე მახსოვრი მაინინგის ოთახი. მაინინგის ოთახი. ფული სადაც გეთდება რა. მერაბ, მაინინგის ოთახი, რომელია, რომელს ეძახიან? ისაი. მაინინგისაი. მაინინგის თუ მაინგერებისაი. ბიტკოინებისაი. მეორე ისარი კაცო კორპუსი. მეორე კორპუსი. მეორე პრინცესია მე და ის რო არის რუსუდანის სტუდია როა ხო ის. იმის მერე ოთახია. გავარკვიეთ, რომ მაინინგის აპარატებს მუსიკის საკლასო ოთახში ამუშავებდნენ. ზუსტად აი ამ ოთახთან მოვედით. უბრალოდ კარები არის ჩაკეტილი, მაგრამ ხმა ისმის. გუგუნებს. ასე 4 წლით ადრე, სანამ ირაკლი კობახიძე მაინერებს აღმოაჩენდა, მუსიკის ოთახში ვიპოვე დამონტაჟებული მოწყობილობები. ახლა კი მოდი კარგად გავშალოთ, რას ნიშნავს სიტყვა დოვლატყუში. ეს არის ბედოვლათი, მფლანგველი კაცი, მაგრამ ფლანგველი ცოტა მშრალი სიტყვაა, მე ვიტყოდ. დოვლატყუში არის ტიპი, რომელიც უბრალოდ კი არ კარგავს, არამედ უტიფრად ანადგურებს დოვლატს.
ქართულ ოცნებაში დოულატყუშების მეტი რა არის? პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოულატყუშების პარლამენტი ყავს. ზოგი ბიუჯეტის ფულს ფლანგავს, ზოგი ჩვენს დროსა და ნერვებს. უამრავი მფლანგველი ყავს, წვრილი, მსხვილი, რეგიონული თუ ცენტრალური. მაგრამ მაინც არის ერთი დოულატყუშების ფალავანი, რომელმაც ამ დარგში ყველა რეკორდი მოხსნა. მესტიის ფეოდალი ხალხის ზალის სახე და ქართული ოცნების მძიმეწონიანი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. აბა, როგორ ახარ დასაქცირებულო? ძალიან კარგად. ძალიან კარგად ვგზნობ თავს. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ჯაფარიძის მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა. ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესის წინააღმდეგ ომს ვიწყებთ. შევარდა პოლიცია მესტიაში, დალუქეს 6 ლოკაცია და 158 ცალი მაინერი ამოიღეს. მოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები. მოკლედ, უნდა შეფუთონ ისე, თითქოს ვიქტორმა თვითონ გადაწყვიტა ამ არალეგალური ბიზნესის დასრულება. ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, რატომ მაინც და მაინც ახლა? რა აქამდე არ იცოდნენ, რომ აპარატები გუგუნებდა სვანეთში? არა, მეგობრებო. გახსოვთ ალბათ, ვიქტორ ჯაფარიძე პოსტივის ერთ-ერთი მფლობელი იყო. ხო და როგორც კი ჰორიზონტზე დასავლური სანქციების სუნი დაატრიალდა, ჩვენს ფეოდალს ისე აუკანკავდა მუხლები, რომ ამ ბრიტანულ სანქციებამდე ზუსტად 24 დღით ადრე სასწრაფოდ ადგადა თავისი წილის მმართველად სრულიად სხვა პირი, რაგბის კლუბის დირექტორი ზაზა მარიდაშვილი დანიშნა. ხოლო შუშის სასახლეში შიში და სანქციებისგან დამალვის მცდელობა ღალატის ტოლფასია. იქ ცოტნე დადიანებს ითხოვენ, როგორც ვასიკო მაღლაფერიძე ითხოვდა. და როგორც ჩანს დაისაჯა კიდეც. ასე რომ ბატონო ვიქტორ, შენ არ ხარ მხოლოდ ხალხის დოულათის მფლანგველი. შენ ხარ კაცი, რომელიც ნელ-ნელა უკვე ბიძინას კეთილ განწყობასაც ფლანგავს. აი ამიტომ ხარ ზედ გამოჭრილი დოულატყუში. დასასრულს კი მინდა ისევ ჩვენი გადაცემის მთავარ თემას, ეგრეთ წოდებულ სიძულვილის ენას და ამ აკრძალვებს დავუბრუნდეთ. ბიოლოგიურ ევოლუციას თუ შევხედავთ, ანთროპოლოგებმა დიდი ხანია დაამტკიცეს. ჰომო საპიენსი იმიტომ კი არ ამეტყველდა, რომ მონას პატრონისთვის სადღეგრძელოები ეძღვნა. სულაც პირიქით, ჩვენმა პრეისტორიულმა წინაპრებმა ენა თავდაპირველად მტაცებლის მოახლოებასთან დაკავშირებული განგაშის გამოსახატად აიდგეს. ენა შეიქმნა როგორც საფრთხისგან კოლექტიური თავდაცვის იარაღი. ჩვენმა წინაპრებმა სწორედ მეტყველების წყალობით მოახერხეს გადარჩენა. ისწავლეს ერთმანეთთან შეკავშირება და მტაცებლის წინაშე ერთიანი ძალის შექმნა. მაგრამ მეორე მხრივ, ქართული ოცნების ჩინოვნიკებისაც მესმის. ადამიანებს, რომლებმაც მთელი მათი პოლიტიკური კარიერა და ცხოვრება ენით მხოლოდ უფროსის ტრაკის ლოკვას დაუთმეს, სრულიად ლოგიკურია, რომ ენის სხვა ყველა დანარჩენი ფუნქცია უკვე კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდეთ. რომ შევაჯამოთ, როცა ადამიანებს მეტყველებას უუქმებ, გადარჩენის ინსტინქტი ირთვება და საზოგადოება ვერბალური პროტესტიდან ფიზიკურ ჯანყზე გადადის. როცა ხალხს აზრის გამოხატვის ბოლო ცივილურ იარაღს სიტყვას ართმევ, მის ხელში მხოლოდ პირველ ყოფილი ბრაზი რჩება. რაც ვფიქრობ, თქვენთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე უბრალოდ ედის ტრაკი. მე ვარ ბექა ყორშია, ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვალაიქებთ და რაც მთავარია, გვიკომენტარებთ. თქვენ იცით რომ ეს ძალიან გვეხმარება იმაში რომ უფრო ფართო აუდიტორიებს მივწვდეთ. ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას. დროებით.